ჩვენთანაც ქრისტეს მიერ საყვარელო ამბსა და ილოცავ ევანგელ დღესასწაულს ქრისტიანის დასრულდა დიდი მამის მესამე კვირა. ოთხშაბათს მეოთხე კვირის არის განზოგება, ანუ განახევრება დიდი მამისა და სიმბოლურად განზოგება გამოხატავს ჩვენი ცხოვრების ნახევარსაც, რომელსაც ჩვენ გავიმართ და ამის შემდგომ განზოგების შემდგომ ჩვენ ველოდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს რაღაც განსაკუთრებული გზნობით თითქოს სულ ცოტა გადარჩა, რომ ნების კვირაში შევიდეთ, აღვასრულოთ ნების კვირის მსახურებანი, გავიხსენოთ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, გეციმანიის ბაღში მისი ხურვალე ლოცვა, მისი გაცემა და ღალატი მოწაფისაგან, მიტოვება მოწაფეებისაგან, შეურაცხყოფა, ყვედრება, ყურებლის ცემა, მისი დაცინვა, ტანჯვა, გვემა და ჯვარზე გაგვრა და თუ მართვის დღეები ჩვენ გვამზადებენ ნების კვირეულისათვის, რომ ეს ბოლო მიწიერი დღეები უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა ჩვენ ყველამ ერთად გავიხსენოთ და ჩვენი გონების თვალი გამგო მაცხოვართან ერთად მისი მადლით გამტკიცებულებმა და მისი მადლით მონიჭებით შევიგრძნოთ საიდუმლო კაცთა გამოხსნისა ჯოჯოხეთის დღეობიდან მაცხოვრის სიყვარულით აღსრულებული თავდადება და ჯვარცმა კაცობრიობისათვის და აღიქვსოს გული ჩვენი კვლავ და კვლავ აღიარებით სიყვარულით და სომით იმისა, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და დიდ ხუთშაბათს ზიარებობდი ქრისტეს ცხოველს ყოფილ სისხლსა და ხორცს. გავიხსენოთ, რომ ეს სისხლი და ხორცი მოცემული არის ვისაც თანაზიარდები ვიყოთ ქრისტესი. ამიტომაც მინდა ეკლესიამ მართვის დღეებში დაადგინა თავპარისება, რომ გვახსოვდეს ჩვენ, რომ მაცხოვარი განკაცდა ჩვენთვის და ჩვენთვისვეც ჯვარს ეცვა. ნება მოყოლით ყოველგვარი დაძაბების გარეშე და პირიქით ის თავის ღვთაებრივ ძალას, თავის დიდებას ყოველგვარად მალავდა და აკნინებდა მას. იმიტომ რომ სდომოდა არათუ მის შეურაცხყოფელებს, არამედ თელს კაცობრიობას და თელს სამყაროს შეუცრავდა
და დაანგრევდა, მაგრამ მოსული იყო სიყვარულით, მოსული იყო სიმდაბლით, მოსული იყო ჯვარცმისათვის, რათა ჩვენ გამოვხსნათ ჯოჯოხეთის მშობლისაგან. ამიტომაც ჯვარი ქრისტესი ეს არის ჩვენი დიდება, ჩვენი შემწე, ჩვენი მფარველი და ჯოჯოხეთის და ეშმაკთა შემოსწრელი. ზოგიერთს გონია, რომ ჯვარი არის წამების და შეურაცხყოფის იარაღი და ძელი უპატიობისა. ამიტომაც პავლე მოციქული რომ ჯვარიო სიცოცხლე არსო, უწყუნოთათვისო, სასტურიო ურიათათვისო, ხოლო ჩვენთვის არის დიდება. დიდება ამეთუ ჯვარზე, ჯვარცით მოხდა კაცობრიობის სამოსნა ჯოჯოხეთიდან და როგორც აცხოვარი ჯვარს გაეძრა და იხილა კაცობრიობა ჯვარცმული ღმერთი და ჯოჯოხეთმა იხილა ჯვრის დიდება და ჯვრით იქნა შემოსწრილი. ასე მე ქრისტეს მეორე მოსვლის ჟამს კაცობრიობა იხილავს გაბრწყინებულ ჯვარს ნიშნად ქრისტეს მეორე მოსვლისგან. ეს ჯვარი იქნება სიხარულად და დიდებად ქრისტეს ორწმუნეთათვის და ჯვრის თაყვანისმცემელთათვის და იქნება ხილებად და შემოსწრელად ყველა ურწმუნოსათვის ქრისტეს ინებებისათვის და ცოდვილისათვის. მაგრამ იმისათვის რომ ვიყვეთ რიცხვში იმ ადამიანთა ვისთვისაც ჯვარი არის დიდება, ჩვენც უნდა ვიგვირთოთ ქრისტეს ჯვარი, როგორც ამას უფალი გვეუბნება ჩვენ წმინდა წერილში. ვისაც სურს შემოდგომა ჩემდა უარყავ, თავითვისი აიღე ჯვარი და შემოვიდე მე. ადამიანებს ეს სიტყვები უკვალურადაც ესმოდა. იყვნენ მრავალნი მართალთა შორის, რომელთა გააკეთეს ჯვარი, ხარზე შეიდგეს და მთელი ცხოვრების მანძილზე ასე ატარებდნენ ჯვარს, ნიშნად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარს ვირთულობდნენ. მაგრამ აცხოვრის სიტყვები უკვალურად მხოლოდ ხის ჯვარის ვირთვას და ტარებას არ ნიშნავს და ამისთვის არ არის ის ნათქვამი. მაშინ არის მოწოდება, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც სურს ქრისტეს შედგომა, მან საკუთარი თავი უნდა უყაროს
უპირველესად, იმიტომ ისე ვერ შეუდგება ქრისტეს და რას ნიშნავს თავის უარყოფა, საკუთარი თავის სიძულვილს, საკუთარი თავის ყველა ადამიანის მიერ ქრისტესთვის გადადებას, ქრისტესთვის გადადებული იყვნენ და არიან მონაზვნები, ანუ მაქსიმალურად ვინც ცდილობს, რომ თავისი ცხოვრებით აღასრულოს უფლის სიტყვა. ამისთვის არიან პირველად ყოვლისა მონაზვნები მოწოდებული. ამიტომაც თავისუფალნი არიან ისინი ამ ქვეყნიური ზრუნვისაგან. ამიტომაც ძებენ უპოვარების და უწოვების აღთქმას. ასევე დებენ აღთქმას ორჩილებისა, უპირველეს ყოვლისა ქრისტეს ეკლესიისა, მონასტრის ძმობის და წინამძღვრისა. მაგრამ იმ ქრისტიანებისთვის, ვინც ერთში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ვისაც ყავს ოჯახი, მაგათვის არ არის საჭირო ქრისტეს რისპირთვა. ეს ყველასთვის ნათქვამი სიტყვებია მაცხოვრისა. მას არ უყვარს მხოლოდ ისე როგორც უთხრა ახალგაზრდა მატვილს, რომ თუ გინდა სრულყოფა, თენი შეგიქონება და არიგე და შემოვიდე მეო. აქ არ ამბობს ამ შემთხვევაში, რომ ვისაც უნდა სრულყოფა, არამედ ამბობს, ვისაც უნდა შემოდგომა ჩემთან, ანუ ვისაც უნდა ჩემთან ერთად ყოფნა, სიარული ჩემთან ერთად ამ ცხოვრების გზაზე უარყოფა თავი შეიძლება. და რა არის ეს თავის უარყოფა? ყველასათვის თავის უარყოფა ეს არის ჩვენი აზრების, ჩვენი ხორციელი უნებიდან გამომდინარე სურვილების და მისწრაფებების უარყოფა. როგორ ამას წმინდა წერილი გვასწავლის, ამას წმინდა მამები გვასწავლიან, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანმა ამას სოციალური აზროვნება უნდა უარყოს. მისი აზროვნების საფუძველი, ქრისტიანის აზროვნების საფუძველი უნდა გახდეს წმინდა წერილი, ქრისტეს სიტყვა, მაცხოვრის ცნებები. ეს არის პირველი და ყველაზე მთავარი უარყოფა საკუთარი თავისა. იმიტომ რომ ჩემი თავი 1000 აზრსა და 1000 ფიქრს ვადებს ჩემში. ზოგი ისეთი არის, რომ შემეშინდება კიდევაც. და ქრისტეს სიტყვა, რომელიც ხდება
ადამიანის აზროვნების საფუძველი ყოველთვის ატარებს ადამიანს ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. იმიტომ რომ ქრისტეს სიტყვასთან ერთად თავად ქრისტე არის. ქრისტეს სიტყვასთან ერთად მოქმედებს მადლის, სულისა, წმინდისა და ადამიანს მიუძღვის ცხოვრებისაკენ. ამიტომაც თუ მაცხოვარი ამბობს შეიყვარეთ მტერდი თქვენიო, მე არ უნდა ვთქვა რომ მტერი არ უნდა მიყვარდეს, არამედ უნდა შევიძულო ისო და არ უნდა ვთქვიდე რომ მტრის სიძულვილი ეს არის საქმე ჯეროვანი, არამედ უნდა ვიცოდე რომ ქრისტემ მტრის სიყვარულისაკენაც მომიწოდა. სხვა არის, როდესაც მე ვერ ვასრულებ ამ სიტყვას და სხვა არის, როდესაც მე ამ სიტყვას უარყოფ და ვამბობ, რომ მე საერთოდ არ მსურს ამის მიღება. როცა მე ვერ ვასრულებ ქრისტეს სიტყვას, მე ვხედავ რომ ვარ დაცემული მატარებელი, ვარ სუსტი ადამიანი და თუ შევძელი ქრისტეს სიტყვის განხორციელება, კვლავ და კვლავ ქრისტესგან მონიჭებული მადლითა და ძალით და არა საკუთარი ძალებით, იმიტომ რომ ჩემი საკუთარი მე მიბიძგებს პირიქეთა აზროვნებისაკენ. თუ მაცხოვარი ამბობს, ვინცო შეხედაო ქალსო სურვილითო, მან იმრუშაო გულსა შინა თვისაო. მე არ უნდა გავიზიარო დღევანდელობაში დამკვიდრებული და ზოგჯერ კიდევაც ძალზე თქვათ პოპულარიზებული და რაც თავარია ამ პოპულარიზაციას ეწევიან არა მარტო თქვათ ჩვეულებრივ ადამიანები, თქვათ ქუჩაში მოსიარულე ან მასმედიის საშუალებები ერთი, არამედ მეცნიერებაც ცდილობს ამას ხარი დაუჭიროს, როგორ ისეთი მეცნიერება, როგორც არის ფსიქოლოგია, მედიცინა და ამბობს, რომ იქონიე შენ ეს აზრები, იქონიე ეს ფანტაზიები. კარგია შველის შენ, განთავისუფლებ შენ თითქოს შემოჭრილობისაგან, თავისუფალი ხდები და თავისუფალი კი არ ხდები, პირიქით ტყვე ხდები ამ ფანტაზიებისა და ამ ფანტაზიებმა შეიძლება შენში ფსიქიური აშლილობა გამოიწვიოს. პირიქით და თუ გინდა შენ თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება, მოდი ღმერთთან, ამიტომ ღმერთთან არის ჭეშმარიტება და თავად ბრძანებს. ჭეშმარიტება განგან თავისუფლოთ თქვენ. და რა არის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება? მამა გაბრიელი ამბობდა, ჭეშმარიტება სულის უკტავებაში არის. სულის უკტავება არის ყველაზე აღმატებული ჭეშმარიტება ამ წუთის სოფელში. და სული მას უნდა თუ არ უნდა უკტავია, მაგრამ როგორ უკტავებას დაიკვირებს სული სიხარულს, ბედნიერებას, თუ
სიხარებასა და ტანჯვას. აი ეს არის საზრუნავი ადამიანისა. და სიხარულის მომხრევ უტავებას დაიმკვიდრებს ღმერთთან თუ არის ადამიანი. მამები ამბობდნენ, რომ იმისთვის ვისი სიტისიც არის სუფთა სიკვდილი არ არის საშიშიო. და აი ცოდვილი ადამიანი სიკვდილს გაურბის. ის ზოგჯერ არც ფიქრობს იმაზე, რომ თავის ცოდვებზე მოეთხოვება, მოეკითხება მას. არა, ის ინსტინქტურად, აი როგორც მოგიქნიონ სახლე და ინსტინქტურად შეიკუმშები, რომ ეს დარტყმა აიტანო, ან რაღაც მოძრაობას გააკეთებ, რომ აიცილო ეს დარტყმა და არ ჭირდება ამას მოფიქრება, ინსტინქტი გააკეთებინებს ამას შენ. აი ისე ინსტინქტურად სიკვდილის მოახლოვებასა და სიკვდილს გაურბიან ცოდვილი ადამიანები. ყველა გაურბივათ, რა თქმა უნდა, ყველა გაურბივათ, მაგრამ მორწმუნე ადამიანისათვის სიკვდილი ეს არის ღმერთთან შეხვედრა და ახალი ცხოვრების დასაწყისია. ეს არის იმედით გასვლა ამ წუთისოფლიდან, იმედით გასვლა ცოდვილისათვის. ეს არის ტანჯვა, იმიტომ რომ მისი სული გრძნობს იმ გარდაუვალობას ღმერთის წინაშე რომ წარდგება და ხილებული იქნება. და ურწმუნოსათვის ეს არის ტრაგედია, იმიტომ რომ დასრულდა მისთვის ყველაფერი. დასრულდა რისთვისაც ის ცხოვრობდა, რაც მას მიაჩნდა, რომ იყო ძვირფასი. ყველაფერი დასრულდა. სიამტკბილობა, უკუნება, ბუნებების დაკმაყოფილება, ოქრო ვერცხლის მოხვეჭა, დიდება, კარიერა, სახელი, ყველაფერი დასრულდა. რა მიაქვს? არაფერი არ კი არ მიაქვს, უნდა რომ წაიღოს, მაგრამ არაფერი არ მიყვება. არაფერი არ მიყვება. და ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელი ჩვენ ვახსოვდეს, რომ ქრისტესთან ერთად შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ ვიყოთ ბედნიერები. რომ მაცხოვრის ჯვარცმა და არა მხოლოდ ჯვარცმა, არამედ მისი მიწიერი ცხოვრება, მისი შობიდანვე ეს იყო დევნა, ეს იყო სიკვდილის საფრთხე, ეს იყო დაცინვა, ყვედრება, ეს იყო მისიანების მხრიდან გაუგებრობა, არ გაგება მისი. ეს იყო ღალატიც, ეს იყო უსამართლო გასამართლება, ცილის წამება, ტყუილი, ვიტოვებულობა, ტანჯვაც, ჯვარცმაც, მაგრამ დასასრულს დიდებით აღდგომა, რითაც ჩვენ მოგვენიჭა ბედნიერება და ცათა სასუფეველში შესვლის საშუალება. და აი ჯვრის ტვირთვაც ეს როგორც წმინდა მამები ძალებენ ნიშნავს, რომ ადამიანმა ქრისტეს იმედი, მოთმინები, ლოცვი დაიქმნოს ყოველივე, რაც მის ცხოვრებაში მოხდება. ეს დათმენა მინდა გითხრათ
არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შიშარა და ლაჩარი. ადამიანი არ უნდა იყოს ლაჩარი. პირიქით, შეურაცხყოფის მოყენებული შეურაცხყოფის დათმენას უფრო მეტი ვაჟკაცობა ჭირდება, ვიდრე შურისძიებას. შურისძიება იოლია, აფეთქდება და იწიებს შურს. საკუთარ თავს რომ დაავალო მოთმინება და დაავალო, როგორც მაცხოვარი ამბობს, ილოცებდით მაწევართა თქვენთასაო, რომ დაავალო თავს, რომ ვინც ზულხარ და ვინც გაგინებს, რომ მისთვის ილოცო, ამას ჭირდება სულიერება, ამას ჭირდება სიმამაცეც და ამას რაც თავარია ჭირდება ღვთის მადლი. იმიტომ რომ მადლის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ გააკეთებს. და თუ მინდა რომ ეს შევძლო, ვერც მიმართა და ამ მიმართვაში ჯერა რომ მისივე სიტყვები აღსრულდება, რომელიც ბრძანა ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და პოვოთ, ირექდით და განგებთ თქვენ. და თუ ვითხოვ იმას, რაც უფალმა ბრძანა, ვისგან ველოდები რომ მომეცემა ეს, ველოდები რომ ვერთი მომცემს ამას, სხვა მომცემი არა, ვისგან ველოდები, იმან უნდა მომცემს. იმიტომ რომ მის სიტყვას ვეძიებ, იმიტომ რომ მის სიტყვის აღსრულების ძალებს ვითხოვ, იმიტომ რომ მასთან მყოფობას ვითხოვ და უნდა მომცემს მან ეს ყოველი და მომცემს რამე თუ თქვა რომ მოგცემთო ამას და მისი სიტყვა გარდაუვალი, მისი სიტყვა წამოშლელია და თავარია მე მინდოდეს, მაგრამ მინდოდეს უთფელად, მინდოდეს სწორად და არა ისე როგორც ჩემი გონება ამას ხატავს, არა როგორც ამას ეკლესია ასწავლის, რომელმაც 2000 წლის განმავლობაში იარა იმ გზაზე, რომელსაც ქრისტესთან მიხავს. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო, აი ჯვარი ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში არის. ყველა ჩვენი ცხოვრების სიხარულით და მწუხარებას უნდა ვიტყვით, ისე როგორც ამას წმინდა წერილი გვასწავლის. და როდესაც დავიღლებით, როდესაც ვიტყვით რომ ტვირთი ჩემი ძიმე არის და კივნეული, მაშინაც მაცხოვრის სიტყვები გავუსწრებით, რომელიც ბრძანებს, მოდით ჩემ და ყოველდღი მაშრომი და ტვირთმძიმედია და მე გაგისვენო თქვენ და ამას გააკეთებ შუა. თავარია მივიდეთ მასთან და უმეტესად მაშინ მივდივარ თქვენთან, როდესაც ვარ დაღლილები და როდესაც ვტკივა რაღაცა, როდესაც ვილხის და კარგად ვარ, ხშირად ვერთის გვავიწყდება, ადამიანის გვავიწყდება და ამოკლება ვიფინდავს წყალსა და გონებას და გრძნობას. ამიტომაც კივილის და მწუხარებას
როდესაც მოხდება განწმენდა ადამიანისა და ქრისტესთან ერთად ჯვარცმა, როგორც ამას ამბობს პავლე. და ასე ჯვრის ტვირთველობი უნდა წავდგეთ ღვთის წინაშე და ჩვენი ჯვარიც, ანუ ჩვენი ცხოვრებაც ასეთი ამგვარი იქნება სადიდებელად და იქნება საცხოვრებლად ჩვენი სულის. ერთმა დავით ქრისტეს მიერ ერთმა ყველას მოგანიჭოთ ძალა თქვენი ჯვრის ტვირთვისა მოხელმა და პატიოსანმა ჯვარმა დაგიცვათ და დაგიფაროთ თქვენ განგაყენოთ ყოველივე ბოროტებისაგან და სიხარული და ბედნიერება